მოგესალმებით მეგობრებო ჩვენს ახალ ვლოგში. არ ვიცი წინა ვლოგში რამდენად მოვახერხე ახალი წლის მოლოცვა იმდენად ვიყავი საქმეებში გართული, თუმცა ეხლა გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და რადგან ჯერ კიდევ 12 იანვარია და ჯერ კიდევ ახალი წელია საქართველოში და საახალწლო განწყობაა, გილოცავთ ყველას 2025 წლის დადგომას, მოგბრძანებას. ეს წელი ყოფილიყო თქვენთვის სიხარული, სავსე, წარმატებით და ჯანმრთელობით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. წინა ვლოგისთვის ძალიან დიდი მადლობა თაკოს, რადგან სრულად მისი დამსახურებაა, რომ 2025 წლის შემოსვლის ვლოგი გვაქვს და დაგვრჩება ეს კადრები სამახსოვროდ ყოველთვის. და ამიტომ ეხლა ამ ვლოგის დაწყება ჩემს თავზე ავიღე, თან გავემზადები და თან ცოტას გეჭვერავებით. ახალი წლის პერიოდი ძალიან რთულია ჩემთვის, იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი ვფიქრობ, ვის რა ვუყიდო, რა ვიყიდო, სად ვიყიდო და დავდივართ ძალიან ბევრს. არიან ადამიანები, რომლისთვის ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როცა სახლში მოვიდან ყველაფერს და უკვე შეფუთვის ნაწილზე გადავდივარ და თან კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერი ვუყიდე, რაც მინდოდა. ზოგადად საჩუქრის შერჩევა ძალიან მიჭირს ყველასთვის. როგორი ახლო ადამიანიც არ უნდა იყოს. გადაწყვეტილების მიღება მიჭირს ძალიან. იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვუყიდო, მოეწონება, არ მოეწონება და ასე შემდეგ. თუმცა საბედნიეროდ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გავართვით თაკოს დამსახურებით. და შედგა ძალიან სასიამოვნო ახალი წელი. რაც ვლოგში ნახეთ, ზუსტად ეგ იყო ჩემი ახალი წელი 4 დეკემბრის ჩათვლით, მას შემდეგ სახლიდან არ გავსულვარ ნორმალურად გუშინ ვიყავი რაღაც პატარა საქმეებზე გასული, რადგან ვიყავი გაციებული სამწუხაროდ და უფრო სხვანაირად გეგმავდი და სხვანაირად წარმომედგინა ახალი წელი, თუმცა არა უშავს, მაინც ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ. ეხლა ვემზადები რომ გავიდე თაკოსთან და ამიტომ თან მინდოდა რომ მელაპარაკა თქვენთან და თან გავემზადებულიყავი. დღეს ძალიან დიდი გეგმები არ გვაქვს, თუმცა პირველ რიგში გეგმავთ რომ ჩავიდეთ ბიძე ჩემთან და ბიზლო ჩემთან და ახლობთან მივულოცოთ ახალი წელი. მინდოდა ძალიან შობას, თუმცა როგორც გითხარით, ანგაციებული ვიყავი. დავასრულებ ახლა ჩემს მაკიაჟს, საწავლოდ ჩავიცმევ და შემდეგ წავიდეთ თაკოსთან. გამოვედი როგორც იქნა სახლიდან. რაღაც შვენივრად გამოვიყურები. იმდენი ხანი ვიყავი გაციებული სულ სახლში. ეს გაციებული, როცა ახლა სახე რაღაცნაირად გაქვს ყოველთვის. მართლა რამდენჯერაც არ მეიბანაო. სულ მოუწესრიგებელი გგონია თავი და ეხლა რომ გავიბრანჭე. კარგად გამოვიყურები, ესეთი შეგრძნება მაქვს. ავედით. Μέσα τα μάτια μου η αβίστη βλέπω νιώ βασίλεμα κι όταν σε έχω το ονειρεύομαι πάρε τα μάτια μου και κάτσε καλοκαίρι θα είμαι αυτό που θα θυμάσαι. Გამარჯობა vlog-ო. Hi vlog. არ ჩანვართ. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი დღე ისეთი გამოვიდა, ცოტა რაღაცნაირი, ბევრი ვერაფერი ვერ გადავიღე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მონდომებული ვიყავი. დღეს ვაპირებდი ბიძლო ჩემთან წასვლას და მაგის შემდეგ მინდოდა ერთ მაღაზიაში წასვლა, უბრალოდ ისე მიეწყო ყველაფერი, რომ ვერ მოვახერხე, ამიტომ პირდაპირ მოვედით სახლში და მას შემდეგ ვარ სახლში. თუმცა დღეს მთელი საღამო დავუთმეთ რაღაცების დაჯავშნას, მოძებნას. ჩვენ დეიდაშვილები საზღვარგარეთ ვუგვარებდით რაღაც სახლის ჯავშნებს, რაღაცებს და ამიტომ დღეს ვერაფერი ვერ გავაკეთეთ სახლშიც. ხოლმე თაკო მუშაობს და ნახოთ მე რას ვიზამ, სად წავალ, რით გავერთობი, რას გავაკეთებ.
ხოდა მოკლედ ეს იყო ჩვენი მოკლე ჩართვა. იმიტომ რომ დღეს ვერაფერი ვერ გადავიღე, შევხვდებით ხვალ. შენ მიესალმე ჩემს იქო მანქანაში თუ არა მოვჭრით მივესალმე ჰაი თაკოს აქვს შესვენება რომელიც შეალია ჩემი სახლის ლაგებას და ახლა ვთხოვე რომ გამომწევი მაღაზიაში მეთქი და წამოვიდა წავა დიდი გაწყვინებულა გოგო რას გავხარ? სენ? თაკო აქ მუშაობს. ზოგადად დიდად არ მიყვარს ნაყიდი ტკბილულები, მაგრამ ეს ნამცხვარი არის ძალიან გემრიელი და მინდა რომ გასინჯოთ. ახლა დაგიჭრეთ და გაგვიგიღებთ. უასარი მივიღებთ. ირისი. დედაჩემი ზუსტად ამას აწყობს და ჩემი საყვარელი ნამცხვარია სახლურ ნამცხვრებში ირისი. გუშინ აქედან რომ გადავიღე პირველ გუშინდელი ვლოგი სანამ კამერას ჩავთავდი სვამდი ყავას და შოკოლადს და აქ მისვი შოკოლადი თუ აი აქ და აქ მაქვს გადასხმული ყავა თეთრ ხალათში ზიარი ბრანჭები და აქეთ შოკოლადი მაქვს და აქეთ ყავა დასხმული რა ვქნა ვერაფერი აუგან გავაკეთე მე რა გამოფუჭო დავლია ყავა კი დავლია აი თაკო მაიპატიე და ჩემთვის მეგობრებო ჩემთვის და მამასთვის მამა თამაშობს თავის საყვარელ თამაშს აიპადში ყოველ საღამოს და მე ესე თაკო რომ მუშაობს მაგის აიპადში ვერთობი განახებ ჩემს გაფერადებულს და წავალ რამის მოვიფიქრებ რა გავაფუჭო აი მეგობრებო ჩემი პირველი მცდელობა არის ცოტა ხნის წინ გამახსენდა მეგობრებო რომ დღეს არის 13 დეკემბერი 13 იანვარი ანუ ეს იმას ნიშნავს რომ დღეს არის ძველით ახალი წელი ამიტომ გადავწყვიტე რომ რადგან საქმე არ მაქვს შევიქმნა საახალწლო დაწყობა და გამახსენდა რომ შევიძინე დომინოში ესეთი რა ქვია მათ ელემენტები და შევცვლი საახალწლო დეკორაციებში ელემენტებს, რადგან ისინი რომელიც დეკემბერში ჩავსვი, უკვე გაფუჭდა და რაღაცები აღარ ანათებს. ეს განათება ვიყიდე პატარა წერტილოვანი 2 მეტრიანია და ჩავსვამ ელემენტებს და სადმე გამოვიყენებ. აი ახლა ეს ჩვენ წავიღოთ და სადმე გამოვიყენოთ. მე ვფიქრობ რომ აი დეკორაციებში სანქლები უნდა ჩადო, მაგრამ სანქლები არ გვაქვს და შევდოთ ეს. ახლა ამ ვარსკვლავებში შევცვლი განათებებს, იქედაც სამივე განათება და იქნება ძალიან ლამაზი.
სხვა ვერაფერი ვერ შემოგთავაზეთ, რადგან მთელი დღე სახლში ვიყავი. და ამიტომ დღევანდელი დღის ნაწილში, როგორც ნახეთ, იყო ჩემი სახელმწიფო დეკორაციები, ვინაიდან სახლის მორთვის დროს არ ვიღებდი ვლოგს, გადავწყვიტე, რომ ახლა გვეჩვენებინა. ყველაფერი ძალიან მომწონს, იქნები სუბიექტური. მაგრამ განსაკუთრებით მომწონს ეს პოსტერები, რომელიც ალბათ ნახეთ ჩარჩოებში, რაც იყო კედლებზე, ტელევიზორის გვერდით და ეს პოსტერები ავაწყო ჩემით. თქონდა ცალკეული ნახატები და ილუსტრაციები არ არის ჩემი შესრულებული, თუმცა მე შევკარი ერთმანეთს შევუხამე, ავაწყო მოკლედ და შემდეგ დავაბეჭდე ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში. ჩავსვი ჩარჩოებში და გავაფორმე სახელმწიფო სახლი. ძალიან მინდოდა პოსტერები და მიხარია რომ თავი მოვაბი. იმედია თქვენც მოგეწონათ ჩემი სახლის დეკორაციები. გამოვიძახე აგროჰაბიდან პროდუქტები, რომლებიც შევაწყო უკვე მაცივარში დავახარისხე, მაცივარიც მოვაწესრიგე და სამზარეულოც და ეხლა უნდა დავიწყო ვახშმის მომზადება. ძალიან მინდა აი ეს სურვილიც გამოჩნდება. ვიცი, ბევრი მიყურებს საბერძნეთიდან და უცებ მიხვდებით რაც არის. ეს არის ეგრეთ წოდებული სპანაკოპიტა, რომელიც ძალიან მიყვარს. არც თუ ისე რთულად მზადდება და მოკლედ მოვიძიე ინტერნეტში რეცეპტი, როგორ კეთდება, შევიძინე პროდუქტები და მინდა რომ დღეს გავაკეთო. ეს არის ბერძნული ტრადიციული ღვეზელი, რომელიც მზადდება ისპანახისგან, ფეტა ყველისგან და ასევე მეტი არაფერი. და ცომისთვის ცომი აუცილებელია რომ იყოს ფილოს ცომი. და ვინაიდან ჩვენთან ეს ფილოს გამზადებული ცომი იყიდა. არანაირი ნაყიდი ცომი არ მიყვარს, თუმცა ფილოს ცომის მომზადება მე მგონი ცოტა რთულია და არ ღირსწვალება. მოკლედ ესე იგი, ახლა უცებ გაგიზიარებთ ინგრედიენტებს, რომლებიც უნდა გამოვიყენო ჩვენი სპანაკოპიტასთვის. და ეს არის პირველ რიგში ფეტა ყველი. ვიყენებთ აუცილებლად ფეტა ყველს და არ აგერიოთ ბრინზა ყველში. ბოლო პერიოდი რაც შემოვიდა საქართველოში, ერთხელ TikTok-ზე ვთქვი, რომ საქართველოში არ იყიდება ფეტა ყველი თქო და გადამიარეს წდება მწვანილები, მე მგონი კინძიც, მაგრამ კინძი არ მაქვს და არც აგროჰაბში არ იყო და ამიტომ მწვანე ხახვი აუცილებლად და ცოტა კამა ხახვი, რომელსაც მოვთუშავ, დაგჭირდება აუცილებლად ფილოს ცომი და თუ დაგაინტერესებს ბარემ აქვე ვიტყვი, ფილოს ცომს ვყიდულობ ფრესკოში. სადმე ესე დახლზე შეიძლება ვერ იპოვოთ. მე დახლებზე ვეძებე, ვერ ვიპოვე და შემდეგ ხელი ჩავიქნიე და შემთხვევით წავაწყდი, როცა ყველს ვყიდულობდი მაცევრებთან. ამიტომ მაცევრებთან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ისპანახი. თუმცა სამწუხაროდ ნედლინ ისპანახი ვერ ვიშოვე ვერსად. ვერც იკორაში, ვერც აგროჰაბში, ვერც გუდვილში, ონლაინ მოკლედ არსად არ იყო და შემთხვევით შემდეგ ვიპოვე გაყინული და ჩავთვალე, რომ შეიძლება ცუდი არ გამოვიდეს. ამიტომ ვცდი გაყინული ისპანახით, რადგან მაინც უნდა მოხდეს თერმულად დამუშავება ხახვთან ერთად და მე მგონი გამოდგება, ნახოთ როგორი გამოვა. ვფიქრობ, რა ვიცი, გემოვნური თვისებები არ უნდა დაეკარგათ დიდად, იმიტომ რომ ჩვენ ვყინავთ ხოლმე რაღაც წვანილებს და მშვენიერია ხოლმე და საბერძნეთ შუაჩვერის სულ ყინავდი კინძს, იმიტომ რომ დიდი შეკვრები იყო და მაქლა არ მჭირდებოდა და მე მალე ვუყებოდა, ამიტომ რეცხავდი, წყვილად ვჭრიდი და ვყინავდი. საჭმელში გაყინულს ყრიდი. მოკლედ, სულ ეს ინგრედიენტები დაგჭირდება დღევანდელი სპანაკოპიტასთვის. მე მგონი ყველი მაქვს ბევრი და ამიტომ ერთს გამოვიყენებ სპანაკოპიტასთვის და მეორეს გამოვიყენებ იგივეს გავაკეთებ მხოლოდ ყველით. ეს არის ფეტა ყველით.
და ეს არის დიდი ისპანახი და ფეტა, სპანაკოპიტა. ინაცი სპაი. ეხარისტო. ეხლა გამოვაცხოთ. ელა, ოპა! მაგრამ თაკოს არ ჩაუხავს. რაღაცაზე ეყენებთ. ნუ დაველოდოთ 1.15 წუთში. ამშია, გაგაზონ კიდია. მე არ მოგიშვა. მე ჩაგერთო. ჩავხტე. არ გქონდა ჩართული. ნუ დააკვირდე რა იმაზე აყენებ. ძალიან დაკურებული ვარ. მასტერკლასზე რო ვიყავით, თებშები რომ გავაკეთეთ არის ეს თებში. ძალიან მომეწონა ხო? ანათა პირიქით. ჩემი გაკეთებული გოზინაყი მე გავაკეთე, მე გავაკეთე ეს გოზინაყი. და თუ გაინტერესებთ არის ბაღდოს რეცეპტით და YouTube-ზე უდევს. ბაღდო შენც მაკაცია? ურან ბაღდოშვილი ვინ მიხვდება მასე? ურან ბაღდოშვილის რეცეპტია. აი ეს 14 იანვარი არ შემიძლია. ვისვენებდე მაინც. თუ არ ვისვენებ რა თქმა უნდა მეორე ახალი წელი. დღეს არის პარასკევი და კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არ დავშალე ნადვისხე არის ის რომ სახალხო პერიოდში განსაკუთრებით იანვრის დასაწყისში ჩვენი მეგობრები ვერ მოვიდნენ ჩვენთან რადგან მე ძალიან გაციებული ვიყავი მე სხვადასხვა მიზეზები და ძალიან უნდათ ენახათ ჩემი სახალხო მორთული სახლი ხო სანამ საქართველოში ახალი წელი დასრულდება უნდა მომესწრო და მეგობრები უნდა მომეპატიჟებინენ ჩემთან ამიტომ დაახლოებით 1 საათში ისინი დაასრულებენ სამსახურებს და შემდეგ გამოემართებიან ჩვენსკენ. სანამ დავიწყებ იმ რაღაცების მომზადებას, რაც უნდა დავახვედრო, გემრიელობები, შევეცდები რომ გემრიელობები იყოს, მანამდე მინდა გაგიზიაროთ გუშინდელი ჩემი შენაძენები. თაკო მუშაობს მთელი დღე. წავიდა უჩემოდ. თაკოს გარეშე გავიპარე, წავედი სითიმოლში. ბევრი ვერაფერი, თუმცა დრო გავიყვანე, საკმაოდ სასიამოვნოდ და რაღაცები ვიყიდე. დიდი არაფერი უბრალოდ. ყველა მნიშვნელოვანი რატომაც ეს არის ის რომ აღმოაჩინე ბრენდი, რომელიც ვერც წარმოვიდგენე საქართველოში თუ იქნებოდა და ეხლა მოყავ. დავიწყებ ოიშოთი, ჩვენი საყვარელი შარვლები შევიძინე. ეს არის შარვალი, ან ელასტიკს ვერჩევა და იმდენად გემრიელია სახლში, სასეირნო ტრანსპორტში, რა ვიცი, როცა მივდივარ სადმე აეროპორტში, სულ ეს მაცვია. მე ყველგან ეგ მაცვია. როცა აქვე დავურთავ, გადავურთავს. აი მეორეც უბრალოდ იგივენაირია, ნაცრისფერის და შავის ნარევივით არის. და შევძინე ეს ორეული რაც მაცვია, გუშინ ეგრევე გავარეცხე და ეხლა ჩამგაშრა და ჩავიცვი. და ძალიან მომწონს ეს ზედა იყოს სასრიალო სექციაში, თუმცა მან შევიძინე არ არის დათბილული და თოვლშიც გამომადგება, სახლშიც გამომადგება, სასეირნოდაც გამომადგება. ამიტომ მულტი ზედა შევიძინე. ასევე შარვალი რაღაც ორეულად არ იყო, თუმცა ფერი იმდენად უხდება ერთმანეთს, რომ შარვალიც შევიძინე. ჩემთვის საინტერესო მაღაზიები რომ ამოვწურე. შემდეგ თვალში მოხვდა ეს სტუდიო ფეხსაცმელების გალერეა და შევიარე და რას ვხედავ? TikTok-ის viral ფეხსაცმელი. ინფლუენსის ქვეშ არ ვექცევი როგორც წესი, თუმცა თვალში ძალიან კარგად მოხვდა ადრე ეს ბრენდი და ამ ბრენდის ფეხსაცმელები. ეს არის ალოჰა ქვია? არ ვიცი. მოდი თქვათ ალოჰა რა უჭერს. მოკლედ ეს არის, არ ვიცი რამდენი სწორად წარმოვთქვა, მაგრამ ალოჰას ბრენდი. საერთოდ ძალიან არასწორად წარმოვთქვა. და ულამაზესი კედები, რომელიც ძალიან მომეწონა და ბევრი არ მიფიქრია.
უბრალოდ ფასი გადავაწყო ოფიციალურ საიტზე, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ძალიან დამგონებულიყავი. და მინდა რომ ძალიან კარგად გამოჩნდეს. მაგრამ მეგონი ფერი კარგად არჩევს. ალოჰას ოფიციალურ საიტზე ეს კედები არის ძალიან ბევრი ფერი, სხვადასხვა პრინტით და რაღაც ბევრნაირი, თუმცა სამწუხაროდ მაღაზიაში მხოლოდ 3 ვარიანტი იყო წარმოდგენილი, ეს ფერი, წითელი და ყავისფერი, თუმცა ყავისფერი თბილისში საერთოდ არ ჰქონდა, მხოლოდ ბათუმის ფილიალში ჰქონდა, ლაივში ვერც ვნახე. შესაბამისად, ამ წითელსა და ვარდისფერს შორის, არ ვიცი ეს რამდენად ვარდისფერი, ხო, ვარდისფერია, ჭუჭყანი ვარდისფერია ჩემი აზრით. ახლა კი დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რას ვახვედრებ ჩემს სტუმრებს. ორჯერ გამოვაცხე სინამონის როლები, დარიჩინის როლები. იმდენად მოედანათ, რომ წინა ნახვის დროს მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, ხო და ბევრი არც მიფიქრია და პირდაპირ უკვე ვიცოდი დესერტი რა უნდა მომემზადებინა. ეხლა მოვიტან ჩემს ცომს, რომელიც 2 საათია უკვე ფუვდება და იმედი მაქვს, რომ კარგად არის ამოფუვებული და საფუარმა არ მიმტყუნა. მე შევიჭყიდე სიმართლე თქვენად გული მის გამისკდა და მოდაის რომ არ ამოსულიყო. და უკვე ვიცი რომ ბოლომდე მოკლედ ესეთი კარგი ფუმფულა ცომია, გაორმაგდა. რეცეპტი თუ და გაინტერესებთ, აუცილებლად დაწერთ კომენტარში, გიპასუხებთ, ჩაგიგდებთ იმ ლინკს YouTube-ის საიტანაც მე ეს რეცეპტი ვისწავლე და description-ში ჩავწერეთ. არა, იცი რატო მე რაღაც შესწორებები შევიტანე იმ რეცეპტში და ჩემებურად ვაკეთებ და უკეთესი გამოდის ჩემი აზრით. ამიტომ დამიკომენტარით და ლინკსაც ჩავაგდებ და იმასაც მივაწერ თუ რა ცვლილებები შევიტანე. ძალიან მაგარი სუნი აქვს, თუ რა ცომშიც აქვს დარიჩინი. დარიჩინი არ მიყვარდა, მაგრამ აი უცებ შემიყვარდა 1 წლის წინ ალბათ და ეხლა გიჟდები. ესეთია ჩემი როლები. ძალიან კარგი სუნი აქვს. Airbnb-ს ანგარიშზე. მაგრამ აკაუნტი დამართია. აუა, სტალონი მაგ თუ თაკო არ არის იყოდი მაფიოზი, ვინ შეიძლება. მე გადავწყვეტი.